კომედი ჯგუფის ჯანმრთელობას აზღვევს სადაზღვევო კომპანია ალფა. ხვალ 3 საათზე. კი ბატონო. არა, ხვალ არა, ბოდიში, ზეგ 3 საათზე. ზეგ 3 საათზე გელოდებით ჩვენთან კლინიკაში. არაფრის. ნახვამდის. ზეგ 3 საათზე. გამარჯობა, ისევ მე ვარ კლინიკიდან დიახ. 3-ის მაგივრად 2 უნდა მეთქვა. ზეგ 2 საათზე. კი, ნამდვილად 2 საათზე. დიახ. კარგით, მაშინ გელოდებით ზეგ შუადღის 2 საათზე. ზეგამდე. სოფია, რაკში შენ დღეს? რაღაც დაბნეული ხარ. იცი თვითონ გადამიცვალა დრო და მე ცოტა ავირიე ბატონო ლაშა. ბატონო ლაშა რა აღამახმარხალი. ლაშა დამიზახე. უბრალოდ ყველა ესე მოგმართავთ და მე ყველა ხარ შენ სოფია, აცხვენია. ახშე, მიშვიე? კი მგონი. კი. ყო დაიღალე. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიხალე, მაგრამ ძალიან მომწონს. დაღლია მომწონს და ეგ არის მთავარი. ხო მართლა. კაცია ქვია ხო? კაციამ დაგიბარეთ, დღეს აღარ დაუბრუნდებიო. მე ატوار მითხრა პირდაპირ. რამდენი პაციენტი იყო დღეს? 18 გონი? რა 18 სოფია 26 დავივალე მარტო მე და. ეხლა ჩავხედავ და ზუსტად გეტყვით. 38. რვიანი დამახსოვრებია. შენ მასე იტლი ფულსაც? არა, ყველაფერს ვიწერ, აი ნახეთ. სოფია, გეხვეწენ ყურადღებით იყავი რა. ნუ გადამკიდე ახლა სრულიად უკრაინას. კი, არ ენერვიულოთ. ავასდალე? ეხლავე გაგიკეთებთ. არა, მაგითო არ მithქვამს, მაგრამ ადამიანი იგიჟებ თავს, დაულე. უშაქროთ რა. კარგით. ამას თუ პრინცი სამოგევარდიას, ამოძღლის არის მე. ვიკი? მარტო ხარ? კი. შემოდი. მოდი. დაჯექი. დალევ რამას? არა, არ მინდა მადლობა. ჯანმრთელად ხარ?
რა იყო, რატომ მეკითხა? ანუ აი აკაპირებ ცხოვრებას? კი. ძალიან კარგად ვარ, სადაც ვარ და როგორც ვარ. მაგარია ძალიან. ზოგჯერ მაოცებს ხოლმე შენი მიღებული გადაწყვეტილებები. სულ გაკიშდი ხო? რატო ძალიან თავისუფლად ვგრძნობ თავს? მამა შემეთა მირეკა. გაგიჟებულია კაცი. და აი რაღაცები კი მომიყვა, მაგრამ აი ასეთ ამბებს მართლა არ ველოდებოდი რა. ვფიქრობ, რომ სუაგირია იმ ტიპმა ტვინი. რატო ამირია ვარ ხვდები? ანუ შენ ბედნიერება იცი საერთოდ რა არის? ერთი წამი რა. ცოტა მინდა რომ აზრზე მოხვიდე, კარგად დაფიქრდე, რაზე იცახი უარს და საით მიდიხარ. მე ხო გიცნობ. ეს ხანში ეს ყველაფერი როგორ ყელში ამგივა, იცი? და გაგიტრუხდება. მე რა ნახოთ რა იქნება. მაგრამ მე ვიცი რას ციზა, მოგბეზდება და მე შეინწახო. გაიგე? ვერა და ვერასოდეს ვერ გავიგებ. საერთოდ ვერ ხვდები რა გინდა ჩემგან, რატო გადამეკიდეთ? მან მოგწონს ეს ყველაფერი? ეს. კი, ძალიან მომწონს. და ძალიან ბედნიერი ვარ. იცი როდემდე იქნები ბედნიერი? ცოტა ხანში სანამ საფიქრალი არ დაგეწყება რა, დღეს კარტოფილი უნდა შეწვა თუ რაღაცა წიწიბურა უნდა მოხარშო. აი მე დაფიქრდები ალბათ რა გადაწყვეტილებაც მიიღე რა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ვიკი, შენ ვინმე ყვარებია? მე რომ შემყვარებოდა ეგეთი ბიჭი დამჯერე არ მომეწონებოდა და არ შემყვარდებოდა რა. ეგეთი როგორი? აი ისეთი რა. მაგწრის რაღაცნაირი ესეთი, ასეთ გაიცანი, არამ გაგაგიჟა გოგო ასე უცებ. არ ვიცი. არ იცი. და ვერც გაიგებ ვერასდროს. კაი, მოკლედ. არაფერს მას აღარ ვაპირებ. მამა შეთმა გადმოგცა, რომ უკანასკნელ შანსს გაძლევს და იქნებ ცოტა გონს მოეგო და დაბრუნდე რა. არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ჭკვიანი გოგო ხარ, ეგრე გიცნობ ყოველ შემთხვევაში, რომ აქამდე ეგრე გიცნობდი, ხა ანუ აღარ ვიცი და მაგის მჯერა რომ ცოტა სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებ რა. მამა ჩემი თუ ესეთი გაღიზიანებულია ჩემი ბედნიერებით. ჯობია გადასცე რომ მართლა დამივიწყოს. საერთოდ არ აქვს აზრი რა. საერთოდ არ აქვს აზრი შენთან ლაპარაკს რა. მე ჩემი გითხარი. მამა შენიცაც გადმოგეცი. აი ხა რაც გინდა ისქენი რა. ბედნიერი იყავი ამ შენს რაღაცაში, არ ვიცი, სახსაც ვერ უწოდებ. დილშტობისა და გაიღვიძე? მამა სადაა? არ ვიცი. დაურეკე რა. რატო რა ხდება? საქმე მაქვს. მე დაურეკე შენ თვითონ. იჩხუბეთ? არა, დე, რატო ვიჩხუბა? რატომ ატყუებ? დე, არ გატყუებ, ჩემო სიცოცხლე, უბრალოდ ხო შეიძლება ხედავ რომ ვარ ცუდ ხასიათზე. რო არ დამიმატო დილიდან. დედა, უბრალოდ მაინტერესებს. ჩამომიყვანეთ და ჩამოგტირით სახეები აქ. ესეთ უნდა ყოფილიყავით, რას ჩამოყავდით, ვიყავი იქ ჩემთვის მშვიდად. რატომ მომიწყო დილიდან დაკითხვა და უბრალოდ არის ესეთი დღეები, როცა ადამიანები არიან ცუდ ხასიათზე. დღეს მაგ ეგეთი დღე. დამაცადე ცოტა ხანი გადამივლის, ნუ. კაი, მოდი. ჩაგეხუტო რა. ვიცი როგორ მიყვარხარ ჩემს. ხო და თუ გიყვარო დღეს ლილესთან გამიშვი. რა გინდა ლილესთან? და ვნახო უბრალოდ მომენატრა. თუ არ გახვალ სახლიდან წადე. სახლში ვიქნებით. ძალიან კარგი, მაშინ დაურეკო მერაბის გამოგივლის წაგიყვანს და მე უკან წამოგიყვანს. არ მინდა მერაბი რა, ჩემით გავალ. დე, შენ თქო იცი რა ვერ გახვალ ვერსად.
კაი ხო. შეიძლება? მოგზანდი. რა ხდება? ეგ უნდა მეკითხა შენთვის. მშვიდობა გვაქვს? რასთან დაკავშირებით? ხო, ხტები, რადგან გეკითხები. ძალიან დიდი ხანია გიყურებთ შენ და ნინუცას და რაღაც ვერ არის რიგზე რა. მე და ნინუც. უთანხმოება გვაქვს და ჯერჯერობით ისე უთანხმოება რჩება. რას აპირებ? ანუც. კახა. ხუიცი შვილივით მიყვარხარ. არასდროს არ ჩავერევი თქვენ პირად ურთიერთობებში. რასაც მე ვხედავ, მე არ მომწონს. ნინუცა ჩემი შვილია. უმიზეზოდ არასდროს არ დავიცავ. შენ იცი. რომ დააკლდა შენგან ყურადღება. არ არის კარგი. არ ვიცი შორიდან რა ჩანს და როგორ ჩანს. მაგრამ იცი რომ პატივს ვცემ და გითვალისწინებ. და ისიც იცოდე რომ არასწორად არ მოვიქცევი. კარგია. შენც იცი რომ მე არ მიყვარს როცა არ მითვალისწინებენ. რა შვებიდე? აი რაღაცებს ვათვალიერებ. რატო არ გამოდიხარ იქით? ვისვენებდი. შვილო, ნაწყენი ხო არა ხარ ამაზე? არა, ნინო დეიდა, რაზე უნდა ვიყო ნაწყენი? რა ვიცი დედა, ლუკა მითხრა ბინას ვეძებთო და გადასვლა გვინდაო და. კი, ვეძებთ. რატო დედა? რა ვიცი, რა არ მოგწონთ აქ შვილო, რა შემიძლია ყველაფერს გიკეთებთ და ამ ხელა სახლია და რა ვიცი, რატო უნდა წახვიდეთ სხვაგან? არა, ნინო დეიდა, ეგ რა შუაშია, ძალიან მოგწონს ყველაფერი. უბრალოდ ასე გადავწყვიტეთ. ძალიან მატკინე შვილო გული, ძალიან. ახალგაზრდები ხართ თქვენ და რაღაცა არ გესმით ახლა. ეს არის უბრალოდ ჩვენი უპატივცემულობა, მეტი არაფერი. და თქვენი უპატივცემულობა რა შუაშია? უბრალოდ ასე გვირჩევნია. რა ვიცი, დედა, რა არ მოგწონთ შვილო აქ დღე და ღამე იმაზე ვარ გადამდგარი თქვენ რა გასიამოვნოთ და. რამე თუ არ მოგწონ შვილო, მითხარი და გამოვასწორებ, რა ვიცი, რა ვქნა მეტი. ნინო დეიდა, ყველაფერი ძალიან მომწონს. თქვენს ყურადღებას ვგრძნობ, ვაფასებ და ყველაფრისთვის ძალიან დიდ მადლობას გიხდით. რა ვიცი, დედა, რა ვიცი, დაფასების არაფერი ეტყობა თქვენს აქციელს და არ გესმით შვილო თქვენ. ცალკე გადასვლას იმხელა ამბავი უნდა, ან სად შეგიძლია? ახლა შენ ამ ხელა მუცლით თან სადილი გაამზადე, იქ დარეცხე, შეგიძლია? ყოველწუთას ყველაფერს ხო არ გამოიძახებთ არა? რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ლუკაც რაღაცნაირად ვერ გეუბნება ამ ყველაფერს, თორე წესით კი უნდა ხვდებოდეს. და ლუკა მე რატო ვერ მეუბნება? ლუკასაც უნდა გადასვლა. შე რა გინდა მითხრა ახლა რომ მე არ ვიცნობ ჩემ შვილს? დარჩით იქ სადაც ხართ. დაიჯერეთ ადამიანის.
თეატრალურ კომედიური სტუდია საქანელა იწყებს 6-დან 14 წლამდე ბავშვების მიღებას, სადაც შეგასწავლით სამსახიობო ოსტატობასა და მეტყველებას. გაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე 598 585 585. ვიჭო, ქეთავნახე. მერე? ავერიში ჩემ ყვავილები ვაჩუქი. რაო მერე? რა უნდა ეთქვა, მე გადავები, გაუსწორდა გოგოს, იმენე დაფრინავდა რა, ისე მაგრა გაუხარდა რა, პროსტა არ გამომართვა. მაგრა გასწორებია თო. აი ხე შეხო მაინც იცი ქალების ამბავი რა. იფაისებენ თავს და რამე ხუაზე ხარ, მაგრამ როგორც კი შეცივდებათ, ეგრევე შემოგიცუცხდებიან ბუდეში. აი მომისმინე ხა. მე გულწრფელად მჯერა რომ აქეთასთან არაფერი გამოგივა და ჯობია რომ შეეშვა რა. თან ანის ბიძაშვილია ხა, ნუ შეაწუხებ. ბოლო-ბოლო ჩემ თავსაც ნუ შეაძულებ ხა. წაგიკითხო? რა? ლექსი დაუწერე შეჩემა, გაგიჟდება ივენა რომ ნახავს. ეხა აქ უნდა წაიკითხო ლაშა? ხო რა მოხდა მე რა პრობლემაა? მოდი მე წავიკითხავ რა. ბიჭო შეგი წაიკითხავ, მაგრამ აქცენტს ვერ დასვამ რა. ის დასვამს? იასნა, ბიჭო, დასვამს კი არა, დასვამს. მიდია. შენ მომისმინე პროსტა ყურადღები, თქვენიც მომისმინეთ, ხო? ნუ თუ ხანძარია, თუ ეს შენი თმა ასე ცეცხლისფერი. შენთვის მომინდია ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველაფერი. ნუ თუ ზამთარია, თუ ეს ჩემი გულის ტრფობის სიცივია. შენ და მე, თუ მე და შენ, სულ ერთია. ეს ხომ იგივეა. ნუ თუ თვალებია, თუ ეს ვარსკვლავების წარეთ სიმციმია. ოხრა სიგიჟია, როცა ეგ თვალები ასე მიცინიან. ნუ თუ შენს ტუჩებთან ასე სიახლოვე აღარ დამცალდება. აი აქ ვიჭედები რა. აი დამცალდებას რითმი ვერ გავაძრე შენ თავს ფიცავარ რა. მაგრამ რაღაცას ვიზა. ქვამწარდება. რა ქვამწარდება ბიჭო? კაი რაღაცას ვიზაო რა ვაფშე ამოვაგდებ ამ სიტყვას ამის დედაც ვატირე რა. დაჟე ესეც უნდა ამოვაგდო აი ეს ცეცხლისფერი თმა. ეგ რატო უნდა ამოვაგდო ძმაო? ბიჭო იმიტომ რომ ლიზასაც უნდა გაუგზავნო და მაკპონჩი რა. ახლაშა. აიდე ნახე რა მაგარია შენ ნახე. თუ ხანძარია. ალო. შენ ვიმი. შენ კი ლუკა ვარ. ორ შაბათს? აუცილებლად. კი, დიდი მადლობა, მადლობთ. ვინ იყო ბიჭო? სამსახურიდან იყვნენ. ორ შაბათს ვიწყებ. ძალიან მაგარი. ავედი ამასაც დაუსხი რა. არა, გეხვეწები ახლა. ეხლა? მიდი რა. ო შენ თავს იცოდი, მაგრამ გამისწორდა ეხლა სამსახურის ამბავი რა. დამისხი? ბიჭო, იცი მოვას გაფიცი ხო მაგარი ლექსია. ძალიან მაგარი, ძალიან. პროსტა ის არ ამოიღო ცეცხლისფერი თმა რა გეხვეწები. ხო, მაგრამ ლიზა მერე? ნუ თუ ხანძარია თუ ეს შენი თმა ასე ელვისფერი. შენთვის მომინდია ჩემი ცხოვრება და ჩემი ყველაფერი. ნუ თუ ზამთარია თუ ეს ჩემი გულის ტრფობის სიცივეა. შენ და მე თუ მე და შენ. სულ ერთია, ეს ხომ იგივეა. ნუ თუ თვალებია თუ ეს ვარსკვლავების მწარე ციმციმია. ოხრა სიგიჟია, როცა ეგ თვალები ასე მიცინიან. ნუ თუ შენს ტუჩებთან ასე სიახლოვე აღარ დამცალდება.
და მეც გავქვავდები, ისე გამწარდები, როგორც ქვა მწარდება. ჰა? ქვა მწარდება? Ой, ах. Ты рада, ცხოვრებაში ასე ადავლევარ. ხაბა რა გონია შემედია ფული თუ გინდა მასეა. საშუალოდ კი არის ხე წელეზრაზე იდგა ფეხი და დასახარჯად ვიდი წყალი. 200 ბრძნა თქვი ახლა შე რო იწოდე ჩაინიშნეს ალბათ დავიწყდეს. ჩემი. ატი არა ასაშ? არა. სადა? არა ის სამსახურში არისო? დილას იყო, მაგრამ მე გევიდა ხო სახალხო, ხო? მე ამინახე ეს. სად გავიდა, ვარ თქვა მდგაცო. აი, ადუღარები, რა ვიცი. ვა, ვისთან უნდა წასული? ვა, სად უნდა წასული ხო? არა, კატია, კლინიკი და გეიცო ნახევარ თბილის და რა ვიცი, ყავაზე გევიდა, შეიძლება, რა ვიცი, მე მოვა. კაცი ეხები გეტ. Где ты была, слушай? Тато, у меня для тебя сюрприз. Да? Какой? Иди. Та-дам! Привет, Бичико. Რავანდი იგლახავა მაგ ბიჭმა თავი. იგლახავა არა ეს კიდე. საირამაც გაახურა ერთი საქმე. რომ მიყვებოდა ბიჭიკოს სულად არ იცოდა შვილი რო ყავდა. თუ საიდან მიდაცოდნოდა? კაი დედა მე ვიცოდი შვილი რო ყავდა და ზაირამ არ იცოდა. კაი ხო, კაი. კაი შეჯამე ახლა ეგ და მე შეშამომიტან ეგ ხოწები და. კაი შემიტან. კაი ახლა კი არა მე რომ მორჩები მე თქო. ახლა არა ბიჭო არა დედა. მე მგონი აზრი არ აქვს რა ბატონო აგაკი. მოდი რა შევეშოთ რა. აქვს. შენ არ ვიდარდო. მე ვარ ყველაფერს. ყველა შუაში ხარ. ვარ. როგორც ბძანებთ. ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. სასიამოვნოა შენთან საუბარი. ასევე. იცი აი მე ისე ვიცხოვრე რომ ბევრი მინახავს და ბევრიც გამომიცდი ამ ცხოვრებაში. ყველაზე დიდი სიხარულიც როდის მეწვია ანატრიშვილი რომ შემეძინა იმაში.
თუმცა ისე მოხდა რომ ბავშვი დავკარგე. გარდაიცვალა? არა. ო? ცოცხალია, მაგრამ ისე გამოვიდა რომ მე მივატოვე. ახლა ცხოვრება გავატარე საკანში. დღე არ ყოფილა. რომ მასზე არ მეფიქროს. როგორ იყო რა საკეთებდა. მე მის გვერდით არ ვიყავი. იქნებ უჭირდა. ჩემოთ იზრდებოდა რა. ალბათ ეს დარდიმკლავდა. ეხლა ამ ასაკში, როცა თავისუფლება მოიგოვე, აქ დავბრუნდი. მე? შეხვდით? კი. სად არის? აქ. აქ? კომედი ჯგუფის ჯანმრთელობას აზღვევს სადაზღვევო კომპანია ალფა. რა გჭირს? არაფერი. რა არაფერი, ტირი. არაფერი, რაღაცაზე ამეტირო. ნინომ გითხრა რამე? რა გითხრა? არაფერი. აი, მაშინ ნინოს გითხრა. უკა. მაშინ მითხარი რა მოხდა? შენ მითხარი ნინოს რომ ეკაწალებ გადასვლას? სოფია. რა? მოდი რა დავილაპარაკოთ. რაზე? რაზე და რა შვებით? რაღაცა გავარკვიოთ. როდემდე ვიყოთ ასე? დავიღალე. რა უნდა გავარკვიოთ, გოგიტა? ხო ვილაპარაკეთ მაგაზე უკვე. გავიგე, მაგრამ ყველა უშვებს შეცდომას, მეც შევცდი. და არ უნდა მქონდეს გამოსწორების საშუალება?
მე რამდენად? დამნაშავე ვარ, ვიცი. მაგრამ ჩემიც გაიგე რა. პატარა ბავშვები ხომ არ ვართ. დავждეთ დავილაპარაკოთ, რაღაცა გადავწყვიტოთ. მე რამდენი წელია ცოლ-ქმარი ვარ და ნუ თუ არ დავიმსახურე რომ მომისმინო. იცი რატო ხარ ასე? ცხოვრებაში პრობლემა არ შექმნია აქამდე და იმიტომ. არასდროს გიფიქრია ფინანსურ მხარეზე. ყოველთვის კარგად ცხოვრობდი. და სხვათა შორის ეგ ყველაფერი ჩემი დამსახურება იყო. ახლა როცა შევცდი და არ გამიმართლა, არ შეიძლება ასე გაწირო ადამიანი. მე ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე ერთად და ცალ-ცალკე. ბოლოს და ბოლოს წავალ იქ, საიდან ჩამოვედი და ეგ იქნება. ოღონდ ვისაუბროთ ჯერ. სანდრო მოვიდა. ვინ არის?